თავად როგორ გიკითხოთ. მივესალმოთ საზოგადოებას, მეგობრებო, ვინც გვიყურებთ, უკვე გვიცნობთ. ჩვენ ვართ ამერიკული პოდკასტი, რომელიც ძირითადად ლაივში გადის ხოლმე, მაგრამ ხანდახან ჩანაწერს აცდებს. არასტაბილურად, არათანმიმდევრულად მპოსტავი პოდკასტი ვარ, თუმცა ძალიან დიდ გულის და სულს ვაქცევთ ამ საქმეს. მე ვარ ზაზა კოშკაძე, თანაწამყვანი ამ ამერიკული პოდკასტის ერთ-ერთი მალხაზ რამიშვილთან ერთად, რომელიც გახლავთ ფინანსური ექსპერტი, ადამიანი, რომელსაც ბევრი თქვენგანი უკვე იცნობს, ქონია მასთან საქმიანი თუ არა მხოლოდ კომუნიკაცია. და კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ დღეს იმისათვის, რომ სალიზელოსავით გიჟღერს, მაგრამ ვისაუბროთ იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გვეხება, გვტკივა და გვაწუხებს ემიგრაციაზე და ასე შემდეგ. მოგესალმებით. იმედია რომ საინტერესო საღამო გამოვა. დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს დღეს განსაკუთრებული დღეა, თქვენ ხომ არ დაიწყებთ? დიახ, 8 მარტი ერთ-ერთი ქალების მრავალი დღიდან მომავალში ჩვენ გვაქვს 3 მარტიც გვაქვს ამერიკული დედის დღეც. უკვე ჩვენ ტრადიციულად აღნიშნავთ ამერიკულად, ალბათ ტრადიციულად დედის დღესაც, მამის დღესაც, ბიძაშვილ მამიდაშვილების და ყველაფრის მე მილოცავენ მამის დღეს, მე ულოცავ დედის დღეს. მაგრამ ქართული ზეიმებიც არის 3 მარტი დედის დღე და ეს კიდევ ფსევდო ტრადიციული რაღაც კომუნისტურ მე სპეციალურად არ ჩაუღრმავდი მაგას, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დღესასწაულზე რაღაცებს მსგავს პოსტან ხოლმე. ჩემთვის თავარია, რომ ქალებს უხარიათ ეს დღე. არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის პირადად რა ფესვები აქვს. ქალებს უყვართ, როცა ჩუქნიან ყვავილებს, უმეტესობას ყოველ შემთხვევაში. თუმცა იმასაც ვეთანხმებით, რომ მხოლოდ ყვავილები არ გმარა და მათ უფლებებიც სჭირდებათ, თანადგომაც, მოსმენაც და ასე შემდეგ. ასე რომ რაც ქალებს უხარიათ, ჩვენს გვიხარია. მე ვთვლი, რომ საერთოდ ბევრ კულტურაში არის ეს, ისა უბრალოდ მე დაიკარგა, რომ გონია რომ კაცის სიძლიერე იმით განიზომება და კაცურობა, თუ მის გარშემო ქალები, მისი ქალები, ასე ვთქვათ, ოჯახში არიან ბედნიერები და კარგად. სხვა ზომებიც არსებობს, მაგრამ ეს არის ჩემთვის უპირველეს ყოვლისა. შენი ქალები, შენს გარშემო უნდა იყვნენ ბედნიერები. კი ბატონო. და რა ვიცი, ჩვენ თუ შევხედავთ ოჯახს მაგ კუთხით, რა ვიცი, საქართველოში ძალიან ძიმე პრობლემური არის ყველაფერი, მე მგონია. ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ისედაც აკისრიათ საზოგადოებაში, მაგრამ ქართულ ქალებს განსაკუთრებით შეხვდათ ეს როლი და განსაკუთრებით დიდი როლი აქვს იმაში, ჩვენ უახლოეს წარსულში რაღაცეები რომ გადავიტანეთ საერთოდ როგორც საზოგადოება. მე ჩემი ბავშვობა მინდა გავიხსენო, არასოდეს არ დამავიწყდება, როცა საქართველოში დაიწყო ომი, უკვე ეს სამოქალაქო ომი და ეს რაღაცა მისი მიმდებარე, ასე ვთქვათ, მთელი პრობლემები მე მახსოვს, ჩემი მშობლები, დედაჩემი არის ძალიან პატარა და მახსოვს, არ ვიცი, თავისზე დიდ მეშოკებს, როგორ ეზიდებოდა მარნეული და ნაულაბრის ბაზარში, რომ გაეყიდა რაღაცა ბოსტნეული, რომ ჩვენ მშიერი არ ყოფილიყავით და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩემიც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ დედაჩემის ენერგია რომ ახსოვს, რომ ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდი, რომ ამ ქალს შეეძლო ამ ხელა რაღაცის აწევა და გადატანა. როცა საქმე ეხება რომ იმაზე რომ შვილი გამოყვებოდა ესეთ მძიმე სიტუაციაში, თან იქ პარალელურად რა დაგვაუწყდეს ისროდნენ ვიღაცები. ფორმიანები. რა მნიშვნელობა აქვს რომელი მხრივ? ხო, ჩვენ ყველანი, მოდი ესე ვიტყვი, რაღაც შეწირული ქალების შვილები ვართ რა. ეს ქალები წირავდნენ თავის თავს ოჯახისთვის, შვილებისთვის და ეს არის ტრადიცია რაღაც ქართული, მე ვიტყვი, რომ ძალიან კარგია ეს მათთვის, მაგრამ
დედაჩემი იყო მეცნიერ თანამშრომელი და ერთი დისერტაცია ქონდა და მეორეს მაჩვენებდა ხოლმე დაწერილს და შენ რო დაიბადეო აი ეს გადავდე და მეორე დისერტაცია იმის მერე ვეღარ მიუბრუნდი იმიტომ რომ მე წავიდა უკვე მეორე შვილი, მესამე შვილი და წავიდა ოჯახი კიდე მე და ადრეულ ასაკში მარტო დარჩა გარდაიცვალა მამაჩემი და სამი შვილი გამზარდა მარტო და ტიპიური შეწირული ადამიანი იყო შვილებისთვის. მთელი ცხოვრება გაატარა იმაზე ზრუნოში, რომ ფერ მოკლებოდა შვილებს არ ყოფილიყვენ მშივრები, ჩაუცნელები, გაუნათლებლები და ასე შემდეგ და მარტო აი დილიდან საღამომდე ამაზე რო ფიქრობდა ადამიანი. ანუ პირადი ცხოვრება ძალიან გადადუგვერდზე ადამიანმა. ეს არის ჩვეულებრივი ქართული ისტორია. კი, ძალიან ჩვეულებრივი ოჯახური ისტორია, ძალიან ბევრი ოჯახისთვის დამახასიათებელი. ამ ყველაფერს მე იმ პოლიტიკურ გართულებებს რაც მოყვა, ისიც ვიცით რომ ეს გადაიზარდა საბოლოო ჯამში ემიგრაციაში, რასაც რა თქმა უნდა, რასთანაც რეალურად არის კავშირი ჩვენი მთლიანად ეს პოდკასტი და ამაში რამხელა როლი აიღეს ქალებმა და რა იტვირთეს რეალურად და არ ვიცი ეს არის თავიდან ემიგრაცია იყო ქალების მოვლენა რასაც მე ვაგვირდები რაღაც დიდი ხანი ამასთან შეხება მაქვს უყურებ ამ სიტუაციებს და 20 წლის წინ დაიწყეს ქალებმა ემიგრაცია. პირდაპირ აქ ამერიკაში ჩამოსვლა ძირითადად ქალებისთვის იყო, ჯერ არ იყო უბერი არ არსებობდა ტრაკინგი ესეთი გავრცელებული რაღაცები, რაც დღეს არის. იყვნენ ქალები მოვლელები, ქალები მამაკაცები, რომელიც იყვნენ ნაკლებად რეალიზებულები, იყვნენ მუშაობდნენ კვებაში, იმაში რაც მახსენდება 20 წლის წინ რა იყო ემიგრაცია საქართველოდან, იყო ცოტა ხალხი, ძირითადად ქალები, ჩაკეტილი მუშაობა ამ მოხუცებთან და ამერთან. მქონდა მოდიოდი აქ არ ცხოვრობდით მაშინ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სიტუაციებს ხდებოდით სულ. მე წავიდა უფრო ტრაკები, უფრო კაცების საქმეც გამოჩნდა. თუმცა ისიც უნდა სამართლიანობისთვის ვახსენოთ, რომ ჩვენი მშობლების თაობას ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრს ჩემ თაობასაც ძალიან ხშირად კაცების და მათი ოჯახის ანუ ისე არ მინდა ვინმე გაიგოს რაღაცა კაცი ცუდია, ქალი კარგია ჭრილში განვიხილო, მაგრამ ჩვენ კულტურაში ასე იყო, რომ არ მიიჩნეოდა, რომ აუცილებელია ქალმა ისწავლოს და მე როდესაც ცხოვრება გაჭირდა რეალურად მიუხედავად ამ ქალებს რომ არ მისცეს კაცების ოჯახებმა ხშირად განათლება ან მიეტოვებინეს სასწავლებელი ბავშვის გამო ან რაღაცა სიტყვაზე მე მაინც ამ ქალების გადასარჩენი გახდა ბევრი ოჯახი რა თქმა უნდა კაცებსაც დიდი როლი აქვთ მაგრამ დღეს ქალების დღეა და ისიც მინდა დავძინო აქვე რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები რომლებსაც ეგ შეგვეშლებოდა ქალები გვინდოდა ყოლოდა დღეს სტუმრად მაგრამ ჩვენთან ოფისში ძირითადად მორწყვები არიან და არის რომ ეს ვისთანაც ჩვენ გვინდოდა ვის მოწვევაც გვინდოდა უბრალოდ მოცალეობის პრობლემების გამო ასე გამოვიდა თორე დღეს ქალების პრობლემებზე თავად ქალები გვეყოლებოდნენ აუცილებლად შემდეგ გადაცემებში და პოდკასტებში ჩვენი ერთ-ერთი პირველი სტუმარი ერთ-ერთი კი არა საერთოდ პირველი სტუმარი ქალი იყო საერთოდაც საკმაოდ კომპეტენტური ადამიანი ასე რომ სექსიზმი არ ახასიათებს ჩვენ გადაცემას ჩვენს პოდკასტს ასე არ გაგვიგოთ ამის თქმა მინდოდა ხო და სანამ აი ემიგრაციამ ჩაუღრმავდებით აი ის მინდოდა მომეყოლა იუვალ ნოა ჰარარი ეს ებრაელი ის არის ისტორიკოსი ის ლაპარაკობს ქალებზე ეს ძალიან ცნობილი ბესტსელერი წიგნი აქვს კაცობრიობის მოკლე ისტორია და იყვება ზოგადად ევოლუციაზე რა ჩვენ ხო რეალურად ადამიანებმა განვიცადეთ ძვლების ევოლუცია იმ თვალსაზრისით რომ ცოცავი და მოხეტიალე ნომადური ცხოვრებიდან გადავედით იმაზე რა ქვია შემგროვებლობაზე, შემგროვებლობაზე, სადაც ანუ კულტივაცია მოხდა მცენარეების და ასე შემდეგ, მაგრამ ცოტა უფრო ადრე მანამდე იყო ის, რომ როდესაც ჰომო საპიენსი გახდა
Homo erectus-ი ასე ვთქვათ, წელში რო გაიმართა რა, პირველ ყოფილი ადამიანი და დაიწყო უკვე ზემოთ ყურება და რაღაცა ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად შეიცვალა ადამიანი, აი თავი გაგვეზარდა მაგალითად, გქონდა პატარა თავები, აი 4 ფეხა ცხოველებს აქვთ უფრო პატარა თავები რა, იმიტომ რომ გრავიტაციის გამო სულ 4 ხაზიანი და ქვემოთ აქვთ თავი, ანუ შედარებით პატარა და ის რაღაცა ისიც მაგიტო აქვთ, რო ქვია ეს ცხვირი. ხო, უმეტესობას. ეს განაპირობა მილიონობით წელმა. ხო და რაც შეეხება ქალებს, როდესაც ადამიანები გავხდით Homo erectus-ები და დავიწყეთ ფეხზე ესე გამართული სიარული და თავი გაგვეზარდა, მშობიარობით გვდებოდა ქალების ძალიან დიდი პროცენტი, მე როგორც მახსოვს, სადღაც 80%. ანუ რეალურად ევოლუციამ გაასწრო იმას, რომ ქალი ფიზიოლოგიურად არ იყო მზად გაეჩინა საერთოდ ახალი სახეობა ფაქტობრივად რა Homo sapiens-ის. შესაბამისად, ძალიან დიდი რაოდენობა ქალებისაც და შვილების გვდებოდნენ, ამიტომ ვიბადებით ადამიანების შედარებით უმწევლები ვიდრე სხვა ცხოველები, ჩვენ გვჭირდება წლები, რომ მაგალითად სიარული ვისწავლოთ, მაშინ როცა სხვა ძუძუმწოვრები როცა იბადებიან, რაღაცა ერთ კვირაში უკვე შეუძლიათ თვითონ ინადირონ. ასე რომ ეს ადამიანები, ეს ქალები დღეს საერთოდ ქალების ეს რასა არა მოდგმა სახეობა არ ვიცი რა დავარქვა ზოგადად ქალები ვინც გადარჩნენ ეს არის რაღაცა სახეობათა ელიტა ერთ-ერთი რომელმაც გაუძლო ევოლუციას ხო და აი ამ ისტორიის საკითხვის მერე განსაკუთრებული რაღაცა მქონდა ქალების მიმართ რა არ მინდა ბანალურად რაღაცა პატივისცემა რაღაც თქო მაგრამ უბრალოდ ჩემი გონება ვერწდება რა მასშტაბზეა საუბარი რომ ევოლუცია გადაიტანეს ფაქტიურად რომ ჩვენ უკვე არსება ასე რომ ვიოლოცოთ კიდევ ერთხელ ძალიან შორს წავედით პრეისტორიულ ხო და ეს ასად არ მომიყოლია და ეხლა მომეც საშუალება სულ თავში მიტრიალებს ეს ისტორია ხო ჩვენთან კიდე გრძელდება პოლიტიკური სიგიჟეები ამერიკის თამადობით ამერიკის ფედერალური ხელისუფლების თამადობით ხდება რა ვიცი ჩვენ თავს და ხელს შუა იკარგება რაღაც ამერიკის რბილი ძალა მორალური უპირატესობა ღირებულებებზე დაყარებული პოლიტიკა და შემოდის რაღაც ვაჭრობა თანხები ღირებულებები რა ღირს დაცვა სუვერენული ქვეყნის აგრესორის წინააღმდეგ რამდენი დაავიღოთ ასე შემდეგ სამწუხაროა ეს ყველაფერი და მე მაინც ის ღრმარწმენით რჩები რომ ყველაფერს ამას გადაიტანს ამერიკა და დარჩება ღირებულებების ერთგული და ბევრი ამი შეიცვლება მალე სულ მალე როცა დაინახავს რომ მარტო რჩება ამერიკა great again კი არა ამერიკა alone სამწუხარო ვიღაცამ რო გადააკეთეს ნახეთ make America gay again არ ვიცი ეს ხო ძალიან ჰომოფობი და ეს რაღაც ყველა პროფობი არის ტრამპიდან ეხუმრნე ხო ასეა თუ ისე ნახოთ რა გამოვა ამ ყველაფრიდან მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამერიკის ისტორიიდან გამომდინარე იმ ხალხიდან გამომდინარე სადაც ჩვენ ტრიალებთ იმ შტატებიდან გამომდინარე დიდი შტატებიდან და დიდი ქალაქებიდან გამომდინარე რომ ამერიკა არის მაინც განათლების ყველაზე წინწასული ცენტრი და კოლეჯები, სოფლიოს საუკეთესო კოლეჯები, ყველაფერი ეს არ დაუშვებს დემოკრატიის შეზღუდვას. როგორც კი დემოკრატია მიეცემა სიტყვის უფლება თავის ადგილს, მაშინა იტყვის. მაშინა სამწუხაროდ რესპუბლიკელები დაკარგავენ იმ 4-ით მეტ გავიზმას სიტს, ანუ 4-ით წევრს იმაში სენატში და კონგრესში და გათანაბრდება ძალები ისევ პოლიტიკურ ერთის მხრივ ხო კოშმარია ის რაც ხდება, მაგრამ მეორეს მხრივ ხო კარგია ის რომ სრული სიცხადით აჩვენეს საკუთარი თავი.
და თავის სამორჩეულში ვერ ვიტყოდი რომ თუნდაც დიდი ძველი პარტია, რესპუბლიკური პარტია იმსახურებდა ესეთ ნაგავში ამოვლებას და ესეთ იმას ცუდ რეპუტაციას თელსოფლიოში. არ არის ესე იყო იმათაც იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე დაფუძნდებულ უამრავ ადამიანს პირადად ვიცნობ, რომლისთვისაც ეს რესპუბლიკური ღირებულებები არის აბსოლუტური და უამრავი ხალხია patrioti, nამდვილი patrioti თავისი ქვეყნის. და მიღმა ამ პოპულიზმს, ხო ეს ხო რესპუბლიკურიც არ არის, ეს საერთოდ ტრამპის რაღაცა. თქვენ გჯერათ, რომ ეს ხვდავენ ტექნოფეოდალიზმს? იმიტომ რომ ერთი ვარიანტი არსებობს, შეხედულება ამის, რომ სანამ დემოკრატია შეძლებს, რომ strikes back გააკეთოს პასუხი გასცეს ხურდა ხო თავისი ასე ვთქვათ დარტყმა განახორციელოს მანამდე ესენი მოასწრებენ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით აბსოლუტურ ტოტალურ კონტროლს ვიღაცას მოკლედ ბევრი პროფესორი ჩნდება იქ და ერთი ესეთი აზრი გამოთქვა რომ შეგნებულად აკეთებენ ეკონომიკურ კოლაფსს მასკი გამოვიდა მასკისგან მოდიოდა რომ ეხ CNN-ის ყიდვა უნდა და დავაყენებ პოემეთიო რო ქვია რიგშიო და ყველა მედიას შევიძენ აი კატასტროფა ეგეთი რაღაცა კატასტროფა და როცა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს მე წინა პოდკასტებში ჩემი აზრით საერთოდ არც ერთი მდიდარი არ უნდა გააკარო მედიას უბრალოდ არ უნდა გააკარო იმიტომ რომ ხდება მე ეს რაც ახლა ხდება მდიდარი მედიას ეგრე ოლიგარქი რა ხალხაშიშია მედიები ზე გავლენა უნდა კონდეს საზოგადოებას და მაგათ watchdog-ებს ეგრეთ წოდებულს იმიტომ რომ ამ ხელ აბსოლუტური ძალა ხო იცი ძალაუფლება რკვნისა და აბსოლუტური ძალაუფლება ყვნის აბსოლუტურად ანუ ეგ არის ეხლა რასაც ჩემი აზრით კი ბატონო არა დიდი საფრთხეები არის დიდი საფრთხეებია რა ვიცი ეხლა იმის გამო რომ ამერიკა და რუსეთი გახდნენ პარტნიორები ფედერალური ამერიკა და რუსეთი და იქით მეორე მხარეს რა ხდება მეორე მხარეს ჩინეთი უკრაინა და ევროპა აბსოლუტური სისულელე ჩვენ ხოდა არ ვიცი მე მგონი ეს ყველაფერი დამთავრდება ცოტა ხანში დამთავრდება იმედი მაქვს ხო ანუ ეს ისეთი გადანაწილება არის stranger than fictions რო ეძახიან ხო იცი ანუ გამოგონილზე უფრო არარეალური რა იმას აქვს ფილიპ დიქს აქვს რომანი და სერიალადაც გააკეთეს მე მაგრამ რომანი არის საოცარი კაცი მაღალ კოშკში ესე ქვია და იქ ხდება ეგეთი ისტორია რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგეს ფაშისტებმა და ამერიკა გადანაწილებული აქვს გერმანიას და იმას იაპონიას ანუ პირიქით ალტერნატიული ისტორია აქვს დაწერილი და იქ ცხოვრობს მწერალი რომელიც წერს წიგნს იმაზე ალტერნატიული ისტორიას რა მოხდებოდა საბჭოთა კავშირს მოეგო აი კატასტროფა თქო მე სხვათა შორის ვიცნობდი უამრავ ადამიანს რომლებიც იბრძოდნენ გერმანელების მხარეს და მე ამერიკაში ცხოვრობდნენ ასეთი ბევრი ამბობენ NASA სავსეა ეგეთებით იმიტომ რომ იქ გერმანიაში მეცნიერება იყო მაგრამ ხო მაგრამ NASA ეხლა ვერ იქნება ის ხალხი არა მაშინ შეიძლება რა თქმა არა გადანაწილდა მაშინ მეცნიერები გაიყო საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ კი სოხუმის უნივერსიტეტში კი არა ერთ-ერთი და სანატორიუმი მიცეს მაშინ და სოხუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტი თუ რაღაცა ერქვა და გერმანელები მუშაობდნენ უამრავი მეცნიერი დაიყვანეს გერმანიიდან იქ დაასახლეს ეს ცნობილი ამბავია და ანუ ეს სხვა ისტორია მაგრამ აი თქვენში რა იწვევს უფრო ოპტიმიზმის საფუძველს ისტორია ამერიკის ისტორია 250 წლიანი არა უფრო სწორედ 250 წელი ხდება დაახლოებით მას შემდეგ რაც დაფუძნდა ამერიკა ხო უფრო
და მეტიც კი. და ეს ხალხი ხე ჩვენ კი ვიძახით რომ ისა მაქვს ბჟოლა მაქვს ეზოში ამერიკას დიდი, მაგრამ დემოკრატიულად საქართველოს საერთოდ ცხოვრია და არც უამრავი ერთ-ერთი მაგაზ ძველი დემოკრატია შეიძლება ჩავთვალოთ საფრანგული, რომელიც კიდე შეწყვეტილი იყო, მე ისევ მეფეები და იმპერატორები და მერე განახლდა. ანუ უწყვეტი დემოკრატიის 250 წელი არ მგონია რომ მოახერხოს რომ ტრამპმა შეცვალოს რამენაირად. თუ შეცვლის დემოკრატიის გაგებას ადამიანებში. ანუ აი ამ ტექნოლოგიებმა შეიძლება ცერტვინი გამორიცხონ 1-2 წელი 3 წელი ისე იმუშაოს რომ მოდელი შეინარჩუნონ ხელისუფლება კიდე 8 წელი და 8 წელიწადში კიდე რაღაცა ხო მაშინ თაობათა წვეთა უნდა მოხდეს ხო ანუ ეს ვისაც ახსოვს დემოკრატიული ამერიკა ისინი ყველანი რომ აღარ იქნებიან ცოცხალი და გაჩნდება უკვე ახალ დემოკრატიაში აი საბჭოთა კავშირს რაც დაემართა მაგაზე ამბობენ რომ ჩვენთან ბევრად რთული იმიტომ იყო რომ თაობათა წვეთა მოხდა და მაგიტო გაჭირდა იმიტომ დარჩა კიდე მოტრფიალე საბჭოთა კავშირის ხალხი და ეგ არ მოხდა ვთქვათ ლიტვას ეստონეთში 40 წელი იყო დემოკრატია როცა დაიშალა საბჭოთა კავშირის ხალხი ცოცხალი იყო რომელსაც ახსოვდა მანამდელი თავისუფლება. არ ვიცი ეს მეცნიერული რაღაც თეორიებია, პრაქტიკა სხვა საჩვენებს ძალიან დაჩქარებულია პროცესები, რაღაცეები ხდება, რაც ასაც ადრე 100 წელი უნდა და ის 1 წელიწადში ხდება და ეხლა ესევე ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე 19 და 20 საუკუნის მაგალითებს ამ ეპოქაში საერთოდ არ აქვს ძალა ჩემი აზრით რა. ტექნოლოგიური რევოლუციის ხანაში ვართ და ჩდება რაღაცა აი ჩააჩნდა ChatGPT 1 წელიწადში ჩვენ ხმარობთ მე მაგალითად 10 კაცის საქმეს მიგეთებს არა კი თუმცა ეს ტექნოლოგიები მონოპოლიზებული ხო ვერ იქნება მაგდენა და აი მე ეგ მაძლევს რა იმის ოპტიმიზმის საშუალებას იმიტომ რომ თუ ტექნოლოგიები იხაკება და ამის უნარები არ აქვს მხოლოდ ხელისუფლებას. პირიქით მეცაც ვიტყვი რომ შეიძლება დარკნეტი ბევრად ძლიერი იყოს ვიდრე ვთქვათ ხელისუფლება, მაგრამ ეს ისეთი საკითხია რომლის პროფესორობასაც ვერ დავიჩემებ, ასე რომ შემდეგში ტექნოლოგიების როლზე პოლიტიკაში ვინმე მოვიყვანოთ. აუცილებლად. საინტერესო იქნება. კი ბატონო და ყავს ცნობები მაქს პეროში და იყო. კი ეგება გამოიყენოთ ეს ამბავიც. კაია რომ მაინც ოპტიმისტურად ხართ თქვენ განწყობილი, იმიტომ რომ პანიკა არის ძალიან დიდი ხალხში. ხო, მე ვიტყოდი და ვისურვებდი რომ ესე იგი წერს ხალხი რომ აი შე ამერიკა მორჩა, ამერიკა დაკარგა ყველაფერი ეგრე არ არის. კი ბატონო შეიძლება დაკარგა საიმედო პარტნიორის იმიჯი იმიტომ რომ ერთი არჩევნებით შეიძლება მოვიდეს სულ სხვა რაღაცა, მაგრამ მე მგონი მაინც ის არის რაღაც insurrection-ი და ძირგამოთხრელი საქმიანობის დიდი ბევრწლიანი მომზადებული ისტორია და რამაც ეხლა გამოიღო ნაყოფი და მე მგონი ეგეთი უკვე აღარ განმეორდება. მთავარი ეს ერთი გადავიტანოთ და დამთავრდება ეს ყველაფერი. გადავიდეთ, რა ვიცი, სხვა საკითხებზე ალბათ. ხო, მართალია, ისა გამახსენდეთ, დაგვიწერეს ესეთი კომენტარი, რომ საუბრობთ ამ პოლიტიკაზე და გჭირთ ხალხის გადასახადებში უსებები. ხო, წერნერო თითქოს როცა ჩვენ საუბრახან ჩვენ ერთ საათს კვირაში უთმობთ ამ საკითხს და ანუ კიდე მეც რაღაცა მომზადებას ვთქვათ, ამით ადამიანები გვჩება მომსახურების გარეშე და მინდა შეგახსენოთ რამდენი ადამიანი არის დასაქმებულია ბატონო 20 კაცია ეხლა რომელიც ჩვენთან მუშაობს კომპანიაში 2 ოფისში 20 ადამიანი ემსახურება ამ საქმეს. ეხლა მე თუ 1 საათი მომზადებაში დავხარჯე და რაღაცა ვისაუბრეთ რაღაცა ხამოს არავინ არ მეგობრებო არა ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ იმის ხარჯზე რომ ადამიანები დაგვრჩენენ დამხმარების გარეშე. პირიქით ეს ყველაფერი წარმოვიწყეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უფრო ეფექტურად მოგაწოდოთ ინფორმაცია
სად გეხმარებიან, როგორ გეხმარებიან, რაში გეხმარებიან აქ და ასე შემდეგ. მეორეც ის არის, რომ შეიძლება არ დაგვეთანხმოთ, შეიძლება არაფერში არ დაგვეთანხმოთ, შეიძლება იყოთ ტრამპისტები, იყოთ ბიზნესისტები, იყოთ ბიდურისტები, ჩვენი უფლება გვაქვს, ჩვენი აზრი გამოხატოთ. თქვენ შეგიძლიათ მით უმეტეს, რა ვიცი, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერავინ რა უგზალოს რომ თავისი აზრი გამოხატოს ნებისმიერ საკითხზე. მე მიზან მიმართულად გავხდი ამ ქვეყნის მოქალაქე. ისედაც ვერავინ არ მიგზალა და ვერც იმ ქვეყნის მოქალაქეები. ვერც იქ და ვერც აქ. ვერც მithumetes ეს არის რასაც ქვია, აი ფუნდამენტური უფლება. შეიძლება მე ჩემ თავში უზღუდო დიდი ხანი არ ვაკეთო ამაზე არანაირი განცხადება და არ წარმოვაჩინო ჩემი პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ მე ხა მიმაჩნია საჭიროდ რომ უნდა ვთქვა და მიმაჩნდა საჭიროდ სანამ ტრამპს აირჩევდნენ მანამდეც მეყვირა რაც შემეძლო და მე თქვა ჩემი სათქმელი ძალიან მარტივი იყო იმ ყველაფრის განჭვრეტა რაც მე მოხდებოდა აბსოლუტურად უმარტივეს ისევე როგორც საქართველოში იყო უმარტივესი განჭვრეტა ვინ მოვიდა და რა მოხდებოდა თქვენ იმდენი წყობა გახსოვთ რომ ცოტის განჭვრეტაც აღარ არის უკვე არა მგონი არც იმდენი რა ვიცი საბჭოთა კავშირი გახსოვთ ომი გახსოვთ სამხედრო გადატრიალება გახსოვთ პირველი მსოფლიო ხუთივე რაც მეორე ტერიტორიებისთვის ომი სამოქალაქო ომი როცა სამხედრო მმართველობა იყო დაწესებული სანამ შევარდნაძეს ჩამოიყვანდნენ მერე სტაბილურობა ნებისმიერი რამე გახსოვთ მერე სააკაშვილის არ ვიცი რა დავარქვა მმართველობას ჰიბრიდული რაღაცა მერე ოლიგარქი ანუ ძალიან ბევრი რამე გამოიარეთ თქვენ მე კი დავიბადე საბჭოთა კავშირში მაგრამ არ მახსოვს თქვენ გიბრძოლიათ კიდევაც საბჭოთა კავშირში ჩვენი თაობა მე იყო 15 წლის როცა დაიწყო პერესტროიკა ზუსტად ჩამოყალიბება აი პერესტროიკაც ლიბერალური საბჭოთა კავშირი გახსოვთ შედარებით თბილი კი ბატონო აი პერესტროიკის დროს ჩამოყალიბდა უკვე აღარ იყო ესეთი შეზღუდვები არც კი საკითხავზე არც რაღაც შნელად ჩდებოდა ესეთი რაღაცა რაც 2 და 3 წლის წინისთვისაც ხალხი ციხეში იჯდა მე გამოჩნდა იმეებში სულ რაღაც ნოვოევრეიმა და ჟურნალებში და გაზეთებში ის ლიტერატურა და უცებ გაიწნა ყველასა და მაშინ ხო ვიდეო 85 წელი მაგნიტოფონი კი ბატონო არც ესეთი ბებერი ვარ პირველი მსოფლიო არ მახსოვს პირველი მსოფლიო კაი არ ვარ ხო და მეორე არც მეორე მამაჩემის მონაყოლიდან მახსოვს მარტო იბრძოდა არა შეგნებულად არ იბრძოდა ორჯერ წაიყვანეს და ოფიციალური ბიოგრაფია სხვანაირი ქონდა ოფიციალურად იბრძოდა მაგრამ სინამდვილეში მე მომიყვა რომ ორჯერვე დაუსხდა ხელიდან და დაბრუნდა საქართველოში და მე წავიდა სასამასწავლებლად სხვა ქლუხორის რაიონის სადღაც მაშ საქართველოს ეკუთვნოდა რაღაცა და მაგრამ იყო აბსოლუტურად შეგნებულად არ იბრძოლა გერმანელების წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის არის ეხლა არის ამას წინათ ვიღაცები წერდნენ რომ 20 წლით ადრე გაასაბჭოა საქართველო ზუსტად 21 წელს მოხდა გასაბჭოება 51 წელს კიდე 700,000 კაცი ცხვარივით წაიყვანა და შეახოცა ეს აბსურდია 20 წელიწადში სულ გადაუტრიალა თავი და ისევე შექმნა პარტიას კი შეახოცა ომში ყველაზე მეტი ხალხი ცხვარივით მართლა ამას ეს ხედავდა რაღაც რაოდენობა ხალხის მამაჩემიც მან შორის იყო და ერთხელ მცხეთიდან გადმოვხდია მატარებლიდან უკვე წაყვანილი მე ცოტა ფული მივეცი სალდატებს და კარებთან დამახინეს და გადმოვხდია ცოტა შეიანელო მეორეჯერ სოხუმიდან დაბრუნდა უკვე და ის მატარებელი გადავიდა თუ არა ქერჩი დაიბომბა და არავინ არ გადარჩა ქერჩის ამბავი ვიცი ხო ანუ მატარებელიდან მატარებლები იბომბებოდა და ესე მახსოვს მე მეორე სოფლი ხო რა უნდა მატარებლის დაბომბვასთან როცა იცის ხო მიყავს თელი ჯარი მიყავს ახალგაზრდობა მთელი ქართული და საქართველოსთან შეკრებილი ხალხი ქუჩიდან უნივერსიტეტებიდან იმიდან სხედან მატარებელში გადადიან
სადაც იბომბება, სადაც წვდება გერმანული ავიაცია და პირდაპირ იქ იხოცებიან რა. იმის მაგალითად თქვა აგაკეთე რაღაცა და ზღვარი რაღაცა და რას შეუიარაღებელ ხალხს უგდებ პირდაპირ იმაში დაღი. მის მეომის არაფერი. ხო, ნუ სისულელე აი ეს არის რაც მახსოვს მეორე მსოფლიო მაგაზე ალბათ მე მინდა რაღაცების დაწერა მაგ მოგონებებზე, იმიტომ რომ არ იყო ესე ყველა ცხვარი დარგაყო წითელ არმიას იმისთვის რომ მიტომაც ზუსტად რომ ახსოვდა რა უქნა ამ წითელმა არმიამ მის ოჯახს მას ორი რეალურად მტრის არმია იყო რომელიც ჯერ შენ ქვეყანაში შემოიჭრა დათხოვცა და ეხლა გეუნება წამოდი მეხმარე ვიღაცას მისი ორი ძმა იყო შესაგებია ფაშიზმი რაც იყო ეხლა კი ბატონო ხო და ნუ აი ეს არის რა ვიცი ეხლა ვისაუბრეთ რაღაცებზე მაგრამ კი არის რაღაცები კიდე რაზეც მინდოდა რომ ადამიანები გვიკომენტარებდნენ ჩვენ რამდენიმე ვიდეო გაგვივირუსდა და უბრალოდ გავავირუსეთ შეგნებულად ცოტა როგორც შეეფერება სოციალურ მედიას ხუმრეთ ცოტა პროვოკაციული ის იყო ხო ხო მაგრამ პროვოკაციის პირობაზე ძალიან სუბუქი იყო ჩვენ დავპოსტეთ მოკლედ რო გითხრათ ორი ვიდეო ერთ-ერთი რილი ერთ-ერთი იწყებოდა ესე რომ არასკროლო, იმიტომ რომ მაინც ამოგიგდებს დაბუსტულია და კიდევ ერთხელ ამოგიგდებს და მომისმინე, ანუ იდეა იყო და მე თავაზობდით ჩვენი სერვისი კი არის ქართულ ენაზე კომფორტულად მომსახურეთ ადამიანებს. მეორე რილი იყო გადასახადების შევსებაში, კამი იყო გადასახადები და სხვა ფინანსური სერვისები. მეორე რილი იყო მეორე რილი იყო არის სწავლოთ ინგლისური ესე იწყებოდა ნუ ისწავლეთ ინგლისურს მაგრამ მაინც მიიღებთ სერვისებს სჭირდებათ ჩვენ მას ქართულად გთავაზობთ ამის მიზანი არის ის რომ ადამიანების ყურადღება ვინცაც გაუკეთებია საცმეტი მანიცის და მარტივია რომ მიხვდეს რა სამსახურებოდა ეს ეგრეთ წოდებული სცენარის ავტორი ხო ფრაზა ნუ ისწავლეთ ინგლისურს ეს არის პარადოქსული განცხადება რომელიც გაინტერესებს გაგრძელება რა იქნება რატო კაცო რატო რა თქმა უნდა იმუშავა და ადამიანებში გამოიწვია რაღაცა სხვადასხვაობაც ემოციური ისიც მომენტიც და შესაბამისად იყო ძალიან გრძელი კომენტარებიც ძალიან მოკლეც მაგრამ აი პატარა რევიუ რო გავაკეთოთ იმის საბოლოო ჯამში რა გამოიკვეთა მადლობა ამ კომენტარებში არის ის რომ ადამიანებს ქართულ ემიგრანტებს ამერიკაში აქვთ გარკვეული შიშები რომელიც ალბათ რაღაც საფუძველი აქვს ამ შიშებს რატომღაც ისე იქნა გაგებული თითქოს ჩვენ იმიტომ ჯერ ერთი ისე იქნა გაგებული რომ მართლა ვინმეს ვეუბნებით რომ არის სწავლას ინგლისური რაც სისულელე და მე-6 ეპიზოდია და მე მგონი 4-ში მაგ ნათქვამი რომ პირიქით უნდა ისწავლოთ ინგლისური და თვით განვითარება რაც თავარია და ძალიან მნიშვნელოვანია კი ბატონო სულ მაგას ვამბობთ რომ ძალიან ძნელია გვესმის თქვა საჭესთან ჯდომა და ინგლისურის ენის სწავლა ან რა ვიცი მძიმე სამუშაოების კეთება რაც უწევთ დღეს ახალ ემიგრანტებს და ინგლისურის სწავლა მაგრამ აუცილებელია პატივ ჩემო მეგობრებო ძმებო დებო ნათესავებო უცნობებო და ნაცნობებო რომ ინგლისურის რამდენიმე სიტყვა და ფრაზა ყოველ დღე ვისწავლოთ პირველ რიგში ის ფრაზები რაც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას ეხება და ნუ გაუჩენთ ვიღაცას იმის გზნობას რომ თუ ქართველი შეგხვდა დაღუპული ხარ შეიძლება Upper West Side-ის მაგივრად რაღაც Upstate New York-ში ამოყო თავი და უთხრა მარცხნი მოუხვიო და გააჩეროს 9 წადიო და მოუხვიოს და ასე შემდეგ ინგლისურის ანუ მაგაზია ზუსტად ის ვიდეოც რეალურად რომ ინგლისურის არ ცოდნა იწვევს პრობლემებს რა თქმა უნდა ინგლისური უნდა ისწავლოთ მაგრამ თუ თქვენ ინგლისური არ იცით ჩვენ არ მიგვაჩნია რომ ამის გამო უნდა დაიჩაგროთ და ამის გამო ვერ უნდა მიიღოთ თქვენ ენაზე კომფორტულად და ის რომ ჩვენი იდეა ის არის რომ როცა რაც არ უნდა იცოდე ინგლისური
ფინანსური მომსახურებების მიღება, გადასახადებზე საუბარი და იმაზე საუბარი რა გაქვს ვალდებულება და როგორ ითვლება ეს გადასახადები და ასე შემდეგ ინგლისურად მაინც ძნელი იქნება. მე რო ჩამოვედი, მე 6 წლიდან მასწავლიდან ინგლისურს. ძალიან პატარა ბავშვობიდან ხება სპეციალური ინგლისური სკოლა იყო 55 ის დაამთავრე თან ვიმზადებოდი კიდე და რა ვიცი და მე რო არ მქონდა შეხება გვარიანად დამავიწყდა მე დავიწყე მის აღდგენა 53 წლის ვიყავი აქ რო ჩამოვედი ინგლისურს ვერ გავიგე ბევრის საუბარი ვერც გავიგე ხო აქაური ინგლისური სხვა გაეჩვია რაღაცა ისა იმის მერეთი ნახევარიანა კიდე აქ ვისწავლე ანუ და ის ვისაც არ ქონდა შეხება ხა წარმოგიდგენთ ის რომ მივა ამერიკულ კომპანიაში და იქ მოითხოვს თავისი დეკლარაციების შევსებას რას გაიგებს ის რას გაიგებს და რა დასკვნას გამოიტანს და რა მაღალია ალბათობა იმისა რომ ან მოატყუებენ ან თუ არ მოატყუებენ თავად დაუშვებს რამე შეცდომას რაღაცას არასწორად უპასუხებს რანაირად ჩამოაყალიბებს ან თავის შემოსავლებს ან თავის ხარჯებს თავის პრობლემებს და რამდენი წუთს დახარჯავენ ესეთ ადამიანზე დახარჯავენ რაც შეიძლება მალე უნდა მოიშორო ის ვინც საერთოდ არ ლაპარაკობს თუ იმას გაუბი შეიძლება გადავიდეს საათებში და სანამ იმას გააგებინებდა ამიტომ არის რომ იქ შესული ხალხი გამოდის უზარმაზარი გადასახადებით უკან უზარმაზარი ვალდებულებებით და იხდის 2 მაგს და 3 მაგს მომსახურებაში და ამას ვცდილობთ ჩვენ რომ ამაში შევუწყოთ ხალხი ქართველებს ხელი ხა ქართველებს და ნუ ხა სხვა ენების დავიწყეთ და იმ სხვა ახალ იმიგრანტებსაც და გავაოდვილოთ, გავუმარტივოთ ეს ძნელი დღეები ის სეზონის, როცა ჩასაბარებელი აქვს თავისი ვალდებულებები და თავისი ვალდებულებები გასასტუმრებელი ამერიკასთან. მით უმეტეს დღეს, როცა ყველა რამდენიმე ორგანო დაასდევს ამათ და ცდილობს რაღაც აღმოუჩინოს ან კრიმინალი, ან რაღაცა და თუ რამე გიპოვეს უკვე დეპორტის კანდიდატი ხდები და ამ შემთხვევაში გადასახადების გადახდა არის ძალიან ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხელჩასაჭიდი შენ ადამიანისთვის, ახალი ემიგრანტისთვის, რომ დაამტკიცოს თავისი კარგი მორალური მხარე და იმის სურვილი, რომ უნდა ამერიკის აშენებაში მიიღოს მონაწილეობა, იხდის გადასახადებს, ანუ კარგი მოქალაქეა პოტენციურად. ამის დასამტკიცებლად ყველაზე კარგი არის ეს ჩაბარებული გადასახადები. და ამაში ვიწყობთ ჩვენ ხელს, რომ ეს გააკეთოს თავის მშობლიურ ენაზე. და ხო, ნამდვილად, ანუ კიდევ უფრო კარგად რომ ჩამოვაყალიბოთ და ერთ წინადადებამდე დავიყვანოთ, ჩვენ არავის არ მოუწოდებთ არის სწავლონ ინგლისური. ეს ფრაზა იყო თქვენი ყურადღების მისაქცევად. თქვენ ინგლისური არ უნდა ისწავლოთ იმის გამო, რომ ჩააბაროთ გადასახადები. ინგლისური უნდა ისწავლოთ ისედაც, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში გჭირდებათ. გადასახადებში ინგლისური რომ ციცოდეთ, ეს იმდენად რთული ტერმინოლოგიაა, მაინც გაგიჭირდებათ და მაინც დაგჭირდებათ სანდო პროფესიონალი, ვინც გაგარკვევთ რაღაცეებში. ამიტომ ძალიან გვიხარია რომ თქვენი ყურადღება მიიქცია ამ ვიდეომ, თუმცა გვინდა რომ სწორად იყოს ეს აღქმული. მეორე კიდე ერთ-ერთი კიდე რაც გამოიკვეთა, თითქოს ისეთი სურათი დაიხატა, რომ ქართველები ერთმანეთს ხოცავთ, ჭამთ და ვატყუებთ და და მოუწოდებთ არის სწავლონ, რომ სულ ჩვენი მსხვერპლი იყოთ. იმიტომ რომ ჩვენ ვახდევინებთ 2 მაგს. ესეთ რაღაცას გვიწერდნენ კომენტარებში. რაც მეგობრებო, შეგიძლიათ მოგზანდეთ, მე ზაზა კოშკაცე გეუბნებით, არაფერთან შედარებით 2 მაგს თქვენ აქ არ გადაიხდით, განსაკუთრებით თქვენ არ გადაიხდით 2 მაგს. ლოკალურ, არა ქართულ, ან არა ემიგრანტ მფლობელიან კომპანიაში. ესე იგი, ამერიკული კომპანიების დღეს სპეციალურად შევისწავლეთ ეგ საკითხი, მინიმალური და მინიმალური ფასები ნიუ-იორკ სიტის ჩვენი მსგავსი სერვისების არის. ეხლა როგორი სიტუაცია არა, ყველა ვინც ჩვენთან მოდის, ჯერ გახსნილი აქვს კომპანია და მე აქვს აღებული social security number,
ანუ სოციალური დაცვის ნომერი და მუშაობის უფლება. ჯერ იწყებენ კომპანიით. ანუ ჩვენთან ყველას აქვს კომპანია. ვინც მოდის, 70% ალბათ აქვს კომპანია და აკეთებს კომპანიის და პირად გადასახადს. და ესეთი სერვისი რომ მიიღოთ ამერიკელებთან $1300-1400 ნაკლებს ვერ გადაიხდით. ჩვენ ამას ვაკეთებთ 550 უფრო სწორედ 550 სირთულის მიხედვით. სამჯერ იაფად. მოდი თქვათ ეს არის სამჯერ იაფი. სამჯერ იაფი ვიდრე ლოკალური ორგანიზაციები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ, რომ მათ არ უნდათ რომ იმასთან წავიდეთ. ხო, ქართველები ძარცოთ თურმე ქართველებს. ეს ჩვენ არა ვართ ყველაზე იაფი ქართველები, მოდი ესე ვთქვათ რა, ეს არის დიდი კომპანია შედარებით. 20 კაცი მუშაობს, პროფესიონალები თავის საქმის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე კარგ შედეგს აძლევთ, ყველაზე კარგადაც ვემსახურებით და გვაქვს იმის ამბიცია, რომ კარგი პროდუქტი გვაქვს საბოლოო ჯამში, მარტო ქართველებისთვის არა, ყავს სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხიც, გვაქვს ჩვენი ტექნოლოგია შექმნილი, ჩვენი აპები არსებობს და მინდა რომ ამ სფეროში ჩვენ სიტყვას ვამბობთ, ესე ვთქვათ რა. ამიტომ არა ვართ და ვერ ვიქნებით ყველაზე იაფები. ყველაზე იაფი არსებობს ხალხი, ვინც ყველას პატივს და ვთქვათ, Uber-ზე მუშაობს, ჩამოვა Uber-იდან, გააკეთებს ვიღაცების გადასახადებს და ისევ დაჯდება Uber-ზე და აგრძელებს მუშაობას. ჩვეულებრივი ის არის, რა ქვია. ესეთ ადამიანს უფრო იაფი უჯდა, არც ოფისი აქვს, არც შესაბამისი სოფტი აქვს ნაყიდი, არც აკრედიტაცია აქვს ARS-თან და თქვენს ორგანიზაციებთან. მაგაშია. ეს თვით შემოქმედება და ის უფრო იაფს იღებს. ისევე როგორც თქვათ ვიღაცა, ვინც სადღაც ბებიასთან ცხოვრობს და იქ მუშაობს, ხანდახან აიღებს შეკვეთებს რა. დაუძახებს ის ბებია, შეაჩერებს მუშაობას, ჩაიგდებს ისევ თავისუფალ დროს, ისევ გააგრძელებს და ეს ხო არ არის ახლოს იმასთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არ არის ახლოს ხარისხთან, ეს არ არის ახლოს გადამოწმებასთან, ეს არ არის ახლოს მეერე მთელი წელი მომსახურებასთან. ის Uber-ის ზღოლი გააგრძელებს Uber-ზე მუშაობას, მოვლელი გააგრძელებს ბებოსთან მუშაობას და თქვენ კიდე დარჩებით პირისპირ ARS-თან და შტატის საგადასახადო ორგანოებთან, იმას ეკნევათ შეკითხვები, თქვენ გეკნევათ მათთან შეკითხვები, ეს ხალხი დაიკარგება მთელი წელი. მერე უკვე ახალი იმისთვის გამოჩნდებიან და ახალი სეზონისთვის და იმ გაუჩნდებათ, ეს არის მათთვის დამატებითი შემოსავალი. ჩვენ კიდე ამ საქმეში ვართ მთელი წელი, ამ საქმის შემდეგ თავაზობთ კიდე უამრავ ფინანსურ მომსახურებას, ისეთი როგორც არის პირადი საკრედიტო ქულების გამოსწორება, პირადი საკრედიტო ქულების შექმნა ისტორიის, პირადი კრედიტები, კომპანიის კრედიტები და კომპანიის კრედიტის მოზიდვა. ესე იგი, საუბრობთ იმაზე, რომ პირველი ინგლისური და ისწავლოთ. ხო, ამაზე საუბრობთ და ჩვენ არ მოგვიწოდებია არასოდეს, რომ არ ისწავლოთ. ეს იყო ხუმრობასავით, ეს იყო ყურადღების მისაქცევად. რა თქმა უნდა, გვინდა რომ იზრუნოთ საკუთარი თავის განვითარებაზე და ისწავლოთ ინგლისური. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავაზობთ სერვისს, ფაქტობრივად იმ ხალხისთვის ვყიდით სერვისს, ვინც არის ინგლისური, მაგრამ ჩვენთვის ეგეც არ არის მნიშვნელოვანი. დღეს რომ ხვალე რომ მოვიდეს ყველა, ვინც ინგლისური იცის, ჩვენი საქმე მაინც გვექნება. ჩვენ ყავს ყველა ენაზე მოსაუბრე კლიენტურა, მათ შორის ამერიკელები. უბრალოდ ჩვენი ნიშა არის ესეთი თქვათ ქართველების მომსახურება, გვსიამოვნებს ეს ამბავი და ვფიქრობთ, რომ კარგ საქმესაც ვაკეთებთ. იმიტომ რომ იაფად ვაწვდით სერვისს, გაცილებით უფრო იაფად ვიდრე ბევრი ალბათ ყველა ამერიკული საბუღალტრო ორგანიზაცია და გვაჩნია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ მთელი ემიგრაციისთვის, მთელი ქართული დიასპორისთვის და მოდი მე გავაგრძელებ ცოტას ამ თემას რა. არის თუ არა ფასები ჩვენთან, ძვირი, მაგაზე ვისაუბრეთ და მე მგონი დავასაბუთე, რომ არ არის ფასები ძვირი. ფასები ძვირი არის მხოლოდ იმათთან შედარებით,
ვინც არ მუშაობს ამაზე პროფესიონალურად. ვინც არის ვისთვისაც არის ეს დამატებითი შემოსავალი, ვინც სხვა სამუშაოზე. შესაბამისად არ არის პროფესიონალი და რისკებია მეტი. კი ბატონო და ნუ იმათ არ აქვს ოფისი, არ აქვს სოფტი, არ აქვს აკრედიტაცია, არ აქვს 1000 რაღაცა, რაც ამ ფასს აცდენს, ნუ ცოტა მაღალ კატეგორიაში ახვედებს, მაგრამ ეს მაინც არის მესამედი იმისა, რასაც გთავაზობენ სხვა ამერიკული კომპანიები და კი ბატონო, ყველაფერი ეს მინდა რომ იცოდეთ ჩვენი мотивация გითხრათ, რა ნუ ეს არის ერთი რომ დავეხმაროთ კიდევაც ჩვენს ადგილობრივ ახალ ემიგრაციას და დაფუძნებულია რა ვიცი, ეს საქმე რეპუტაციაზე, ჩვენთვის ეს არის რეპუტაცია, ჩვენთვის ეს არის საკითხი იმისა, რა ვიცი, რომ კარგად ვიმსახურებით თუ ცუდად, ეს არის ძალიან мотивация გითხრათ, ეს არის შეიძლება ვაშიარებდი და ხო და უნდა გითხრათ, რომ ბევრი მოტყუებული და დაზარალებული ხალხი მოდის ჩვენთან. და ხო გაწყდა ლაივი, ხალხი რეკავს, რომ უყურებდნენ. ხო. და ნუ არიციან, რომ აღდგა ეს ლაივი რა. მაგათ ჩანს, თუ ჩანს ყველგან ისე, სადაც ჩანდა. არა, ჩანს, სადაც ჩანდა, ხალხიც არის. კი. კი ბატონო. აკონიაქვთ. ბევრი მოდის დაზარალებული სხვისგან, სხვასთან, არა პროფესიონალისგან, რომელსაც რაღაც არასწორად ურჩიეს და 1-2 წლის მერე დაადეს ჯარიმა და ამის გამოსწორებას ვახდენთ და ვეხმარებით ამაში. ამასაც მინდა რომ ცალკე სერვისად გამოვყო და სეზონის მერე გელოდებით ესე ვისაც დიდ თანხას გედავებათ აერესი ან შტატი მოგზანდით და შეძლებს დაგვარად დაგეხმარებით ადვოკატირებაში, ამათთან წარმომადგენლობაში, ამათთან მოლაპარაკებებში და ეგება გავანახევროთ ან გავაქროთ თუ რაღაც დიდი დავალენება გაქვთ იმის გამო რომ ვიღაცა არასწორად მოგემსახურათ, არასწორად გირჩიათ ან თქვენ თვითონ უცოდინარობისთან რაღაც არცოდნის გამო მოხდა ისე რომ დაგადეს დიდი ჯარიმა და ან პატარა ჯარიმა კი ბატონო და მოდით ვიმუშაოთ ყველაფერი ერთად იმაზე რომ ეს ყველაფერი გავაცამტვეროთ, გავაქარწყლოთ ასე ვთქვათ. ხო, მოდით კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი იმას რა არის ესეთი მიდგომა, არის ზოგიერთი მოდის და ამბობს რომ მოდით აბა დავთვალოთ ჩემი გადასახადები. თუ მომეწონა მე როგორც დამითვლით ხო? ხო, როგორ დამითვლით და მე ჯერთი უნდა თქვა რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სტანდარტული, ბევრ შემთხვევაში და სტანდარტულია. ჩვენ ვერაფერს ვერ გავაქრობთ და ვერაფერს ვერ გავაჩენთ ხო გადასახადებში. ჩვენ თქვენკენა ვართ, ჩვენ ვართ გადამხდელისკენ და გვინდა რომ მაქსიმალურად მის მიზნებს შეესაბამებოდეს მიღებული შედეგი. უნდა ცოტა გადაიხადოს, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ცოტა გადაიხადოს კანონის ფარგლებში, ხო? უნდა რომ ბევრი გადაიხადოს და გამოჩნდეს. კი ბატონო, ეს უმარტივესი რაღაცა ლეგალურია და ყველას შეუძლია მეტი გადაახდევინოს, ეს ყველაზე ადვილი საქმეა. ჩვენ გვინდა რომ იმის მიზნებს შეესაბამებოდეს ჩვენი საბოლოო შედეგი და რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ იმასთან, რაც უნდა და ადამიანს მიიღოს ზუსტად ის მიიღოს. მაგრამ ის რომ მოდი ეს ადამიანი და დამითვალე და თუ მომეწონა მე გადავიხდი, ამაზე დიდი აბსურდი არ არსებობს. საუბრობთ იმაზე რომ ჩვენი სერვისი არის ფაქტიურად დათვლა და თუ და ესე იგი მოდიხართ ფინანსურ სერვისში, სადაც უნდა მიიღოთ მომსახურება, იქ არ არის ესეთი რომ დამითვალე ძმაო და მე გადავიხდი თუ მომეწონა თქვენ მოდიხართ რეპუტაციასთან, იმის რეპუტაციასთან, რომ ჩვენ მოგემსახურებით მაქსიმალურად ჩქარა და მაქსიმალური მონდომებით და ვეცდებით ყველანაირად რომ მივიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი. ან თქვენ მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი.
და თუ დავთვალეთ უკვე შესრულებულია ჩვენი მისია დიდწილად და ასე რომ მეერე გადაუხდელობა და რაღაც აღარ გამოვა. ამისგან თავდასაცავად ყველა ორგანიზაციას თქვენ ყველა ამერიკულ ორგანიზაციას აქვს თავისი შესაძლებლობები. შეგვიძლია მიმართოთ კრედიტ ბიუროებსაც, შეგვიძლია მიმართოთ ARS-საც, ყველაფერი არის. ესე არ არის რომ მეხვიდე სადღაც და ვიღაცას მომსახურება გამოართვა და გული არ გადაიხადა ეგეთი რამე წარმოუდგენელი. მithumetes ძალიან არაგონივრული და სისულელია ეს ესეთ ადამიანს, ვინც ადამიანს და კომპანიას, ვინც ინტელექტუალურ მომსახურებას გიწევს და ყველა შენი მონაცემი აქვს იმათ რაღაცა გაამწარო აბსოლუტური სისულელი. მაგრამ ეგეთი ხალხის გვხვდება სამწუხაროდ. არა უშავს ყველას ღმერთი მიუძღავს თავისას. ღმერთი არ სახელმწიფო. ხო. კეისარია. ხუთ რიცხვში ცუდად მოიქცევიან 6-ში. ღმერთი მოთხოვს აუცილებლად. ხო, ეხლა ჩვენ რატო ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე, გამომდინარე იქიდან რომ რაც ესე იგი ჩვენზე ღია ორგანიზაცია მე არ მეგულება მე მგონი ამერიკაში მით უმეტეს ფინანსებთან დაკავშირებით ესეთი ღია და ასე ვთქვათ გამოფენა მოვაწყეთ შეიძლება ითქვას სოციალურ ქსელებში საკუთარი სერვისების საკუთარი პიროვნებების ყველაფრის არაფერი ამ ორგანიზაციას არ აქვს და სამალი არც ფასები აქვს ისეთი რომ წვენოდეს ესეთ ორგანიზაციებს ვიცნობთ რა თქმა უნდა ნებისმიერი ფასი შეიძლება ვიღაცას ეძვიროს ეს რა თქმა უნდა მათი უფლება უბრალოდ საქმე იმაშია რომ განსხვავდება ხარისხი და ამ ხარისხის წარმოება ჩვენი მხრიდან თავისთავად მოითხოვს ასევე ხარჯებს მაგრამ აქვე ისიც უნდა დავამატოთ ეხლა გამოგვრჩა რომ გამომდინარე იქიდან რომ გვესმის ძალიან ბევრი ადამიანი შესაძლოა ამის პრობლემებიც გქონდეს და უჭირდეს კონკრეტული თანხის გადახდა ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრამები ხო ესეც უნდა ვთქვათ ხშირად გვაქვს აქციები მაგალითად ამას წინათ გავაკეთეთ ესეთი აქცია რომ თუ მოხვალთ და გვაჩვენებთ რომ ჩვენს რომელიმე გვერდს ამერიკულ პოდკასტს და USA Access ქართულად აფოლოვებთ ანუ მოწონებული გაქვთ და აფოლოვებთ გექნება $25 ფასდაკლება რაც არ არის ცოტა ამასთან ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს საპენსიო ასაკი ან მოგვიტანს იმას დოკუმენტს ვიღებს პენსიას ამერიკაში ჩვენ ვსახურებთ $100 რაც არის ძალიან დაბალი ფასი ესე ვთქვათ უფრო მეტი ჩვენ გვიჯდება ესეთი შრომის ანაზღაურებები აქვს ყველასი ვიდრე ეს ფასია და ну გვაქვს ეს მაპის გარდა ვინმეს ეთხოვა რომ იცი რა პრობლემა მაქვს ხო და თანხა არა მაქვს რაღაც არავისთვის უარი არ გვითხოვს არასოდეს რომ ან მერე გადაეხადა ან ფასი დაგვიკლოს კი მეც ხედავ ხოლმე ამას რომ ხშირია რომ მოდი ხვალ ან მოდი ერთ კვირაში ჩაგირიცხოთ ან მოდი ეს არასოდეს არ გვითხოვს უარი მით უმეტეს თუ ადამიანს ან უჭირს ან რაღაცა ან ვერიხდის ან რაღაცა და მე გინდა და კიდევ მეორე ოფისზე მოგვეყოლა რაღაცა რა არის და რა პროექტია და რას ვაპირებთ ამ დღეებში crowdfunding-ზე და ასე crowdfunding-ზე და ravalenovan service ხო ჩვენ წინა პოდკასტებშიც ვილაპარაკეთ იმაზე რომ შევქმნით ერთი აპლიკაცია უკვე დევს და ეხლა მეორე იქნება ძალიან მალე. ეს აპლიკაციები არის Taxi Taxes, მეორე არის Native Tax Pro. ორივე აპლიკაცია ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა სხვადასხვა ენებზე, სხვადასხვა ენების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანებმა შეძლონ საკუთარ ენაზე შეავსონ გადასახადები მიიღონ ეს სერვისი. ფიქრობთ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება იმ ფონზე რომ რა პოლიტიკურ ვითარებაშიც იმყოფება რეალურად დღეს ემიგრაცია და ამერიკული ასე ვთქვათ დღის წესრიგი ჩვენ ვთვლით რომ ეს აპლიკაცია და მთელი ჩვენი ასე ვთქვათ წამოწყებები მოემსახურება იმას რომ ორმხრივი სარგებელის მომენტი შედგეს სახელმწიფოსა და ემიგრანტებს შორის და იმის ნაცვლად რომ
ამერიკამ დახარჯოს მილიარდები იმაში, რომ გაადეპორტოს ეს ხალხი და წაართოს ის ელემენტარული მონაპოვარი, რასაც ქვია ამერიკული ემიგრაცია. ამის ნაცვლად უბრალოდ მისეს საშუალება, რომ ხელი შეუწყოს, გადაიხადოს გადასახადები და მიიღოს სარგებელი. რა თქმა უნდა, იმის მაგივრად დაიხარჯოს მილიარდები გაყრაში და დაზიანდეს შრომის ბაზარი, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია და უკვე უამრავი ემიგრანტი მუშაობს და წარმოადგენს რაღაც საფუძველს, რაღაც ბევრი ინდუსტრიის. ამ ინდუსტრიების დაზარალების და დამატებით ფულის დახარჯვის მაგივრად აქეთ მიიღოს სარგებელი ამერიკამ, როგორც ჩვენმა მეორე სამშობლომ, უბრალოდ ეხლა უკვე პირველმა სამშობლომ, ხოთა ისარგებლოს იმ ხალხის ცოდნით, გამოცდილებით, თუნდაც ჯანით და ღონით, რომელიც ახალი შემოსულია ამერიკაში და სურს კეთილსინდისიერად იმუშაოს და იხადოს გადასახადები. რატომაც არა, რა ვიცი. კი, რა თქმა უნდა. რატომაც არა, ბევრ ადამიანს ქონდა იქ შეკითხვები კომენტარებშიც იყო უკრაინულ კომენტარში, უკრაინულ პეიჯზე და გვიკომენტარეს, რომ სერიოზულადო უკრაინული გადასახადებია, უკრაინულ ენაზე ტაქსებია. ხო, რა თქმა უნდა, მეგობრებო, ჩვენ ისევ და ისევ გავიმეორებთ, რომ არაფრის წინააღმდეგი არ ვართ განვითარების და ინტეგრაციის საზოგადოების პირიქით, რაც უფრო მეც ისწავლით და განვითარდებით, მით უფრო კარგი თქვენთვისაც, ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც, თუმცა თუ თქვენ მშობლიური ენა გეკომფორტულებათ გადასახადებისთვის, რატომაც არა, ჩვენ აქ ვართ ამისთვის ზუსტად. ჩვენი წელს ეს არის ჩვენი ექსპერიმენტი, მრავალ ენაზე გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა, ესე ვთქვათ, ჩვენ ეხლა ჩვენთან მუშაობს 9 ენაზე შეიძლება გადასახადების გადახდა. 1.001 Brighton Beach Avenue-ზე და მთავარი ოფისი ქართული, რომელიც მუშაობს 509 Brighton Beach Avenue-ზე, სულ გამოდის ჯამში 9 ენა. და ეს არის ჩვენი ექსპერიმენტი. თუ ეს იმუშავებს, წელს გვექნება დავდებთ ამის შესაბამის სტატისტიკას, ციფრებს, გაცილებით გაფართოებული პროდუქტი შეიქმნება მომავალი წლისთვის. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად ჩვენ ვიწყებთ crowdfunding-ის კამპანიას, ანუ ხალხის მიერ დაფინანსებული ბიზნეს პროექტის კომპანიას, რომელიც მომავალი კვირიდან აიტვირთება Indiegogo-ზე, ესეთი crowdfunding-ის პლატფორმა. ბევრისთვის ეს რაღაც სიტყვების რაღაცია ალბათ, მაგრამ ეს არის ფაქტიურად სახალხო დაფინანსების პლატფორმა, რომელიც რამდენიმეა და Indiegogo ერთ-ერთი მთავარია მათ შორის და მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ვინც იცის ეს რა არის და ვინც იცის როგორ გამოიყენოს ეს პროდუქტი, დაგვიდგეს გვერდზე, დაგვიდგეს ბექერი გახდეს, ესე ვთქვათ, ანუ უკან დგომი, ანუ მხარში დგომი და ახალისოს ეს პროექტი თავისი შემოწირულობით. ეს შემოწირულობებიც არ არის მარტო ფულის გადაგდება თქვენთვის, უამრავ სასარგებლო რამეს შემოგთავაზებთ ჩვენი მხრიდან ამ ფულის გადახდის შემთხვევაში. კი, ძალიან საინტერესო პროექტია, მალე დავპოსტავთ ამას და როგორც კი ავთვირთავთ, გავაზიარებთ კიდეც ამ ჩვენ სოციალურ ქსელებზე. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გადახვიდეთ, წაიკითხოთ, გაეცნოთ დეტალურად, გვაქვს რაღაცა ვიდეო მასალა, რომელიც აიტვირთება და დეტალურად გაიგებთ პროექტის შინაარს, მის მომავალს, მის გეგმებს, მის შესაძლებლობებს, მის რაც მთავარია ჩემთვის და ჩვენთვის, მის ფილოსოფიას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის რაღაცა მხოლოდ აპლიკაცია და ეს მომწონს ზუსტად მასში, ეს არის რაღაცა განაცხადი ჩვენი მხრიდან. ამიტომ საუბრობთ ჩვენ პოლიტიკაზე. ამიტომ საუბრობთ, ხო, თუ ვინმეს გიკვირთ, იმიტომ რომ პოლიტიკა, როგორც ამბობენ, ბედის წერა. ხო, ის ყველა ეტაპზეა ჩვენი ცხოვრების შესაბამისად.
ის არის ეს ფილოსოფია ჩადებული ჩვენ ბიზნეს მოდელში. ეს ფილოსოფია, რასაც ეწინააღმდეგება ტრამპიზმი და ტრამპი დღეს ეს არის და რასაც ემსახურება, ეს არის დემონიზაცია ახალი ემიგრაციის. ჩვენ პირიქით ვცდილობთ სარგებელი მიიღოს ამერიკამაც და სარგებელი მიიღოს ახალმა ემიგრანტმაც ამ შემთხვევაში. დადგეს ფეხზე ახალი ემიგრანტი და გახდეს ამერიკის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ხო, ასე რომ მე იმას დავამატებ კიდევ ორი სიტყვით, რომ აი ამ პროექტის მხარდაჭერა რეალურად არის მხარდაჭერა იმის, რომ ჩვენ თვითონვე ვიყოთ წელში გამართული და საკუთარი თავის მხარდაჭერა ყველა ქართულის მხრიდან საკუთარი თავის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ყველანი ჩვენ პირველი თაობის ემიგრანტები ვართ ამ ქვეყანაში და გვინდა რომ ყველანი ერთად ცალ-ცალკე რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრნი და ყველანი დავდგეთ ფეხზე, ისე რომ შედგეს ღირსეული და მდიდარი ქართული დიასპორა ამერიკაში, რომელსაც დიდი ამოცანების გადაწყვეტის საშუალება და შესაძლებლობა ექნება. კი ბატონო. რა ვიცი კიდევ დავასრულოთ ეს ჩვენი მრავალნატანჯელაივი. 4 ნაწილიანი და 5 ნაწილიანი. 4 ნაწილიანი, 5 ნაწილიანი. საუკეთესო მომენტებს იმ როგორ არის იმაში. წამიკითხე საუკეთესო მომენტებია. სასასრაობნებად ის ვერტები. დავდებთ ცალ-ცალკე და ებონი აგიხსენით რისთვის შრომობთ რა გვაქვს გულში და რა არის ჩვენი мотиваცია და რა არის ჩვენი ბიზნეს მოდელი. ასე რომ თუ დაგაინტერესებთ ეს მოგზანდით ჩვენთან, მოგზანდით არა მარტო გადასახადების შესავსებად ჩვენს ოფისში 1001 Brighton Beach Avenue-ზე და 509 Brighton Beach Avenue-ზე. აი მოგზანდით სხვა სერვისების მისაღებადაც ბიზნეს კონსულტაციებისთვის, საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლად და საერთოდ მოგზანდით. მოგზანდით, ყავას და განევინებთ. სასმელს ავსავთ, არც მალხაზიტორი, არც ეგ არ იქნებოდა პრობლემა. უბრალოდ ავსავთ. ესე გამოვიდა. სტუმრებს შეგვიძლია შევთავაზოთ. სტუმრებს შეგვიძლია შევთავაზოთ. და ვისაუბროთ ჩვენ საერთო ბედის წერაზე და მეგება გაცილებით მეტი გავაკეთოთ ჩვენთვისაც და მთლიანად ქართული დიასპორისთვის, ემიგრაციისთვის. მოკლედ გემშვიდობებით ამით და ლაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი ლაივები. რაღაც შეკითხვა შემოვიდა რატი? არა უშავს მე უპასუხოთ ამას, იმიტომ რომ დრო გავიდა. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები და დაგველოდეთ, ძალიან ხშირად შეხვდებათ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციები, რომელიც მართლა რო გაგიმარტივებთ ცხოვრებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რომ ყოველთვის ვიყოთ თქვენთვის სასარგებლო. ეხლა კი კარგად ვზანდებოდეთ. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.